არა აკადემიური მოსაზრება, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანი რაღაცები უხილავ შრეში მიმდინარეობს, ის რაც გარეთ გამოდის ჩვენი ინტერპრეტაცია არის. ამიტომ ამ ქილაში ჯეინ ბენეტი მაგალითად, რომელიც ანსამბლაჟებსაც განიხილავს, ამ აქტორებზე საუბრობს, როგორც არაგანზრახვის მქონე აქტორებზე. რაღაცა actors without purpose. და ყოველგვარი ლიდერშიპის და სისტემის გარეშე განიხილავს და ეს არის საინტერესო, რომ ამ ქილაში ფერმენტაციის პროცესში მთელი ეს ხანგრძლივობა და მთელი ეს პროცესი დამოკიდებული არის არაფერზე, გარდა იმისა, რომ თითოეული აქტორი რაღაც ფუნქციით არის დატვირთული, სხვა არაფერზე. ამიტომ როცა საუბრობთ პარალელებზე ადამიანურ და არაადამიანურ სამყაროს შორის, ჩემთვის მთავარი განსხვავება ეს არის, რომ არაადამიანურ სამყაროში განზრახვები არ არსებობს, კონკრეტული purpose არ არსებობს. და ამიტომ არ არსებობს სისტემაც, სადაც ეს რაღაცა დაჯერების ან შეთანხმების მომენტები ხდება. ამიტომ შეთანხმების საჭიროება არ არსებობს, იმიტომ რომ განზრახვაც არ არსებობს.